მართლა სენსაციური ამბავია, რომელმაც კრემლი დაძაბა. უკრაინამ ჩუმად გამოაქვეყნა ორი განცხადება, რომლებიც ამ ომის სტრატეგიულ სურათს ცვლიან. პირველი, უკრაინა ავითარებს ფრთოსან რაკეტას, რუტა ბლოკ 3, რომლის მოქმედების რადიუსი 2000 კილომეტრია. ფაქტობრივად ეს ამერიკული თომაჰაუკის იაფი ანალოგია, რომელიც უკვე დააინტერესა გერმანელებსაც კი, რომლებსაც ტრამპმა უარი უთხრა თავისი თომაჰაუკების გადმოცემაზე. მეორე, უკრაინულმა კომპანიამ Brave 1-მა შექმნა პირველი საკუთარი მართვადი საავიაციო ბომბი. ნიშნავენია ის, რომ ეს უკვე საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა და ეს ძალიან შეცვლის ფრონტის ხაზის სტრუქტურას. საერთოდ ამ გამოშვებაში ორივე შემთხვევას განვიხილოთ. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ დასაწყისში გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი, დაავაიქოთ და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი. და სანამ დავიწყებთ, ერთი წამით თქვენი ყურადღება მინდა, რადგან ეს გამოშვება გამოდის Preply პლატფორმის მხარდაჭერით. ეს არის უკრაინული ონლაინ პლატფორმა უცხო ენების რეპეტიტორებისთვის. იქ დაახლოებით 100,000 მასწავლებელია და 90 ენა. ეს იდეალურია მათთვის, ვინც ემიგრაციაშია, სწავლობს გერმანულს, ინგლისურს, პოლონურს ან ნებისმიერ სხვა ენას. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის, ეხლა მათ აქვთ 50%-იანი ფასდაკლება პირველ გაკვეთილზე. ამიტომ ამ ვიდეოს აღწერაში არის ბმული, რომელზე გადასვლითაც თქვენ მაშინვე მიიღებთ 50%-იან ფასდაკლებას ალექსეი პეჩის YouTube არხიდან. ეხლა კი გადავდივართ გამოშვებაზე. მაშასე, უკრაინამ წინა დღეს ერთდროულად ორი ახალი რაკეტა წარადგინა. დავიწყოთ რუტა ბლოკ 3-ის რაკეტით, რადგან 2000 კილომეტრი ეს ის რიცხვია, რომელიც ნამდვილად უნდა გავიაზროთ ამ ომის მასშტაბებში. ეს არის მოქმედების რადიუსი, რომელიც საშუალებას იძლევა დართმა გახორციელდეს უკრაინის ცენტრიდან. მოსკოვზე, სანქტ-პეტერბურგზე, ეკატერინბურგზე და ასე შემდეგ. საერთოდ რუსეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. ეს ომის სრულიად სხვა მასშტაბია. აღინიშნება, რომ კომპანია Destinus-ი ნიდერლანდური კომპანიაა, რომელიც უკრაინელებთან პარტნიორობით მუშაობდა. უკვე აწვდის უკრაინას ფრთოსან რაკეტებს, რუტას წინა ვერსიებს, რუსეთის წინააღმდეგ რეალური დარტყმებისთვის. ანუ ისინი უკვე გამოიყენება. მაგრამ ამ რაკეტებს ისეთი შორი მანძილის დაფარვა არ შეუძლიათ, როგორც სურდათ. ამიტომ ამჟამად მიმდინარეობს რუტა ბლოკ 2-ის საფრენი გამოცდები, ანუ რუტა ბლოკ 2. სიშორე 700 კილომეტრია და ის მასობრივ წარმოებაში უკვე წელს უნდა შევიდეს. და პარალელურად იგივე კომპანია Destinus-მა გამოაცხადა ბლოკ 3-ის რაკეტის შემუშავების შესახებ, რომლის სიშორეც 2000 კილომეტრამდეა. აქ მოვიყვან რაკეტის პარამეტრებს Defense Express-ის მონაცემებით. საბრძოლო ნაწილი 250 კილოგრამია. თერმოვიზორული თვითდამიზნების თავი, სპეციალურად მწარმოებლებთან ერთად. გათვლილია იმ ადგილებში მუშაობისთვის, სადაც რუსეთი GPS ახშობს. ახალი ტურბორეაქტიული ძრავა Destinus თეორიას 20 ამჟამად დამუშავების პროცესშია. გაშვება სტანდარტიზებული კონტეინერებიდან. ანუ მნიშვნელოვანია ეს გავიგოთ, რომ ამ პლატფორმის გაშვება საერთოდ ნებისმიერი ადგილიდან შეიძლება. ხოლო ფრენის ტესტები დაგეგმილია 2027 წლისთვის. და Defense Express-ი ასეთ ზუსტ შეფასებას იძლევა. ციტატა. იაფი ფრთოსანი რაკეტა, რომელსაც შეუძლია მიზნების დაზიანება 2000 კილომეტრის მანძილზე. ეს ძალიან კარგი პერსპექტივაა, რომელიც საშუალებას მისცემს ღრმა დარტყმის დრონების არსენალის შევსებას. შესაბამისად, შესაძლებელი იქნება მეტი დარტყმის განხორციელება რუსეთის ფედერაციაში მდებარე დაშორებულ ობიექტებზე. ანუ ფაქტობრივად ეს არის შესაძლებლობა უფრო მეტი დარტყმა მიაკენონ ობიექტებს რუსეთის სიღრმეში. თანაც უფრო იაფად ვიდრე ეხლა. შედარებისთვის ამერიკული თომაჰოკი ერთ ცალზე 1-დან 2 მილიონ დოლარამდე ღირს. ხოლო რაკეტა რუტა მნიშვნელოვნად იაფია შედარებადი მოქმედების სიშორის პირობებში. და აქ არის უმნიშვნელოვანესი მომენტი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ეს უკვე უბრალოდ თეორია აღარ არის. საქმე იმაშია, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად განსაზღვრა ამ რაკეტის მომავალი წარმოება. ეს ნიშნავს, რომ ამ რაკეტაზე შეკვეთები უკვე განთავსებულია. რუტა ბლოკ 2-ის წარმოება მიმდინარეობს გერმანულ Rheinmetall-თან პარტნიორობით. ერთი წამით. ბლოკ 3 რაკეტაც იქვე იქნება. ეს უზრუნველყოფს მასშტაბირებას, ანუ ეს უკვე ნიდერლანდურ-გერმანულ-უკრაინული პროექტია. Defense Express ცალკე ამახვილებს ყურადღებას. ევროპის კავშირში იგრძნობა საკუთარი შორ მანძილზე მოქმედი საშუალებების დეფიციტი. ევროპული ანალოგები მხოლოდ ეხლა ბრუნდება წარმოებაში. ამერიკული თომაჰოკები კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამიტომ უფრო ხელმისაწვდომი ალტერნატივების გამოჩენას ნამდვილად აქვს აზრი.
ეხლა ახალ მართვად საავიაციო ბომბზე. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა დღეს დაწერა: ვაგრძელებთ. ვავითარებთ უკრაინულ ჰაი-ტექ გადაწყვეტილებებს ფრონტისთვის. ბრეივანის მონაწილემ შექმნა პირველი უკრაინული მართვადი საავიაციო ბომბი, რომელმაც უკვე გაიარა საჭირო გამოცდები და მზად არის საბრძოლო გამოყენებისთვის. შემუშავებას 17 თვე დასჭირდა. მოდით მოგაწვდით ამ ბრეივანის საავიაციო ბომბის ტექნიკურ მახასიათებლებს. საბრძოლო ნაწილი 250 კილოგრამია ასე. და ფედოროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს უნიკალური კონსტრუქცია, რომელიც არაფერს გავს. არც რუსულ რაკეტებს, არც ამერიკულ JDAM-ER-ს. თავდაცვის სამინისტრომ უკვე შეიძინა ამ კაბების პირველი ექსპერიმენტული პარტია. პილოტები უკვე ახლა ამუშავებენ საბრძოლო სცენარებს და ადაპტირებენ ახალი საშუალების გამოყენებას ომის რეალურ პირობებში. ანუ საუბარი აღარ არის იმაზე, რომ ეს პროტოტიპი ოდესმე გამოჩნდება. არა, ეს უკვე სერიული პროდუქცია, რომელიც უკვე უკრაინელ პილოტებს აქვთ ხელში. ეს უკრაინელი პილოტები უკვე ამუშავებენ ამ კაბების გამოყენებას. და ეს სუპერ სიახლეა. რატომ არის ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი? აი რამდენიმე პუნქტით აგიხსნით. აი კაბის გამოჩენა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. პირველი, ავტონომია. უკრაინა არ იღებდა კაბებს დასავლელი მოკავშირეებისგან. არც გერმანია და არც აშშ უფრო მძიმე ბომბებით მასობრივად არ აწვდიდნენ უკრაინას მართვად ავიაბომბებს. აწვდიდნენ, მაგრამ საკმაოდ შეზღუდული რაოდენობით. ეხლა უკრაინას საკუთარი აქვს. აღარ არის საჭირო თხოვნა. მეორე, ასიმეტრია. რუსეთი იყენებს პლანირებად ავიაბომბებს თანაც ათასობით თვეში. ეს მათი მთავარი განადგურების იარაღია ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ხერსონის და ყველა ფრონტთან ახლოს მდებარე რეგიონისთვის. ეს არის IAF მასობრივი გამოყენების იარაღი. ეხლა უკრაინას აქვს თავისი ანალოგი და ის უკვე წარმოებაშია. მესამე, როგორც ამობენ, ეს არის მომენტის სიგნალი. ორივე ანონსი, რაკეტა რუტა ბლოკ 3 და კაბ ბრეივ 1 ერთ დღეს გამოდის. იმ დღეს, როცა შოკიდან ჯერ კიდევ არ გამოსულან, როცა 546 უპილოტო აპარატი მოსკოვში გაფრინდა. ფიქრობ, ეს არის გზავნილი რუსებისადმი. სანამ თქვენ გვირთხამთ, ჩვენ გვქნით იმას, რითაც ხვალ დაგარტყამთ. თანაც დაგარტყამთ იქ, სადაც საერთოდ არ ელია. მეოთხე არის ევროპული განზომილება. Defense Express სპეციალურად აღნიშნავს. რაკეტა რუტას წარმოება მიმდინარეობს გერმანულ Rheinmetall-თან პარტნიორობით. ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს თავდაცვით კონცერნთან. ეს ნიშნავს, რომ ეს რაკეტა მხოლოდ უკრაინული არ არის. ეს არის ევროპულ-უკრაინული თავდაცვითი ინტეგრაციის პროდუქტი. ევროპა იღებს საკუთარ იაფასიან შორმანძილზე მოქმედ დარტმეით პოტენციალს. ამერიკული Tomahawk-ისგან დამოუკიდებლად, რომლის გაყიდვაზეც ტრამპმა გერმანიას უარი უთხრა. მეხუთე, ეს არის სიგნალი მოლაპარაკებებისთვის. უკრაინასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოლაპარაკება, თუ ოდესმე ისინი საბოლოოდ კონკრეტულ საკითხებზე გადავა, იმ ფონზე წარიმართება, რომ უკრაინას აქვს იარაღი, რომლის სიშორეც 2000 კილომეტრია. ეს როგორც თქვენ გესმით, ცვლის მოლაპარაკებების პოზიციას. აქ მნიშვნელოვანია მსოფლიო კონტექსტიც. ირანთან ომმა პენტაგონის საწყობები გააცარიელა. ამ ფონზე უკრაინა ევროპულ Rheinmetall-თან ერთად ამუშავებს და აწარმოებს 2000 კმ-ის სიშორის რაკეტებს ამერიკული შეკვეთებისებისა და ფულის გარეშე. ეს უკრაინისა და ევროპისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობა. ზუსტად იმ დროს, როცა ვაშინგტონი ბოდიშით თვითონ ეძებს რით იბრძოლოს. და ბოლო მნიშვნელოვანი მომენტი. Defense Express ამას საერთოდ ცალკე უსვამს ხაზს. რაკეტა რუტას სტანდარტიზებული კონტეინერებიდან გაშვება უბრალოდ მოხერხებულობა არ არის. ეს არის შესაძლებლობა გამოიყენო ეს რაკეტა სხვადასხვა მატარებელზე და პლატფორმაზე. ეს არის გამოყენების მოქნილობის საკითხი. დამატებით, თერმოვიზიური თვითდამიზნების თავი მუშაობისთვის GPS-ის ჩახშობის პირობებში. რუსეთი აქტიურად იყენებს სატელიტური ნავიგაციის ჩახშობას თავისი ტერიტორიის თავზე. შესაბამისად, რაკეტა რუტა ბლოკ 3 სპეციალურად პროექტდება ისე, რომ ეს საერთოდ არ ოს პრობლემა. და მნიშვნელოვანი დასკვნა. ეს არის სიტუაცია, როდესაც უკრაინა დახმარებას არ ითხოვს. ეს უკრაინა თავად აწარმოებს სტრატეგიულ იარაღს და უფრო მეტიც, შეუძლია იგი მოკავშირეებსაც შესთავაზოს. აქ წერტილებს დავაყენებ. თქვენი აზრი, თქვენი დასკვნები. დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარს. და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ შემოწირულობის საშუალებით ბმულებზე და რეკვიზიტებზე, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. ამით დასრულდა ყველაფერი. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.